თუ არ გაეკეთებიენ, შეიძლება რაღაცა მოხდეს და ვიღაცა ჩაიტანოს ამიმან და რატომ მოგვაქციონ ყურადღება. საყრდენი კედელი სააკაძის ქუჩაზე გუშინ ძლიერი წვიმის დროს ჩამოიშალა. კედელთან ერთად ჩაინგრა სამანქანო გზის ნაწილიც. ძალიან დიდი ხმა ქონდა და მეთქი რა მოხდა. გამოვედი და ვნახე რომ ეს კედელი იყო სულთლად ჩაშვავებული. შეიძლება აქ ვინმე რო გამოიაროს ორი მანქანით და ის რაღაცა მოხდეს და ვინმე სიცოცხლე შეიწიროს. კედლის ჩამონგრევამ სააკაძის 27 ნომერში მცხოვრები 84 წლის ასმათ გურგენიძის წყლის მილიც დააზიანა და მარტოხელა ქალი სასმელი წყლის გარეშე დატოვა. ის რო ჩამოვარდა და ეცა ჩემ მილებს და ჩაწყვეტა ეხლა გადაიხედეთ ნახეთ ხო და ესა და იმის მე ახლა მათხოვრე უხედავ ამისა რომ ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ რომ მიაქციეთ ყურადღება მიაქციეთ და მაგრამ ბოდიში არავინ ყურად არ იღო. დაზიანებული საყრდენი კედლის რეაბილიტაციის მოთხოვნით სააკაძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა ბორჯომის გამგეობას პირველი წერილით 2014 წელს მიმართეს. მას შემდეგ როგორც თავად ამბობენ, არაერთი წერილი გაიგზავნა და შეხვედრა შედგა. შეგიძლიათ გამგეობაში მიყვიდეთ და კომპიუტერში გადაამოწმოთ. მარტო ჩემი სახელი ფიგურირებს იქ მეტი არავისი მგონი. თვითონ გამგებელთან ვიყავი შესული ძალიან ბევრჯერ. დღეს ხვალ ჩაიწერა კიდეც რომ კი აუცილებლად გამოგზავნი გაკეთდება. არაფერი არ გაკეთებულა, ისევ ისი ხო ხედავთ თქვენ თვითონ არა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ გუშინ კედლის ჩამოშლის შემდეგ ადგილზე იმყოფებოდა და მდგომარეობას გაეცნო. თუმცა პრობლემაზე მუშაობა ერთი თვით ადრე დაიწყეს, მაგრამ მისი აღმოფხვრა ვერ მოესწრო. სამწუხაროდ გუშინ მოხდა ცუდი ფაქტი, სტიკის შედეგად გადაინგრა ეს არსებული კედელი, რამაც გამოიწვია სამწუხაროდ კიდევ ერთი ქალბატონის წყლის მილის დაზიანება, რომელსაც აუცილებლად შევაკეთებ. აუცილებლად გავაგზავნით გადაუდებელ შესყიდვაზე, რაც გულისხმობს უფრო შემჭიდროებულ ვადებში ამ პრობლემის გადაწყვეტას და მაქსიმალურად მცირე დროში აღშული კედელი და გზაც დაუბრუნდება ძველ ექსპლუატაციის პირობებს. დაახლოებით ამ პროცედურებს 10 დღე მაინც უნდა რომ კანონის პარაგრაფში ჩავშლით.